სანამ იასამანი ყვავის, ყველა დანარჩენი ყვავილი ისვენებს. სტუმრებს ველოდები დღეს და ძალიან მინდა ლამაზად გავფურჩქნო. რამდენიმე ხერხს გეტყვით, კი არ გასწავლით, მე როგორ ვაკეთებ იმას გეტყვით. ერთი ამბავია რომ იასამანმა კარგად გაძლოს წყალში. ვერ ძლებს. დანით უნდა წააჭრათ არასეკატორით. ნახე, ასე ცერად. აი ესეთი ირიბი ჭრილი უნდა გაუკეთოთ. აი ასე. რაც შეიძლება დიდი რომ იყოს, რომ წყალი კარგად აიღოს და მე ასეთი პატარა ჩაქუჩი მაქვს და ამაზე უშაშუნებ. აი ასე. კარგად დავჩეჩქვა. ასე დაჩეჩქვილი კარგად იღებს წყალს. რომ გაიპობა რამდენჯერმე დაიჩეჩქვებ. ისე თუ ძლებს 2 და 3 დღე, ასე გაძლებს 5 და 6. და მეორე ამბავი კიდევ. ლარნაკში ჩადების დროს რამდენიმე იარუსია საჭირო. ნახე? ქვევით ხომ ჩავალაგე? მერე ზევით და მერე კიდევ ზევით. ეხლა მაღალი ტოტებით ზევიდან ჩავალაგებ. ნახე, გრძელებს, ეხლა ამას გაუკეთებ ზემოდან. ნახე რა ვქნა ეხლა და როგორი გამოვიდეს გაჩვენებთ. მოუჩაჩქუნებ. ბევრი სტუმარი გვყავს დღეს და მინდა რომ ძალიან ლამაზად დავახვედრო. ამ იასამნის კონებში მე კი თვითონ მოვჭერი, მაგრამ როცა ყიდულობენ, ამ კაი ტოტებს ახლავს ჩხარკები, ასეთი დაგრეხილი ტოტები. ის ტოტები ქვემოთ და მაღლები და ლამაზები ზემოდან. ნახე ახლა რაკნას როგორ გაფუშფუშთეს ნახე. იარუსები. თუ შეურევთ მუქს და ღიაფერს, თეთრი არ უხდება შერეული და მუქი და აი წავკისურ ჭყეტელას და ამ მუქ ნამდვილ იასამნის ფერს თუ შეურევთ ერთმანეთთან, კიდევ უფრო ჰაეროვანი და ფუშფუშა გახდება. აი ნახე წავკისური რა კაია. ნახე რა კაი ფერია. ღია, მაგრამ ძალიან კაია. მე ღია მირჩევნია მუქს. ნახე ახლა ეს რო ჩაერჭობა ამაში, ჩაიდგმება, ის ქვევიდან, ეს ზევიდან ნახე რაკნას. სულ სხვანაირი გამოჩნდება. გამზადებულსაც გიჩვენებთ. უკვე აწყობილს. სიუხვე ყველაფერს უხდება, მაგრამ იასამანს განსაკუთრებულად. ძალიან შვენის. ნახე ახლა როგორ გამოვიდეს ჩაგუზგუზებული. აჰა, მე მგონი მორჩა. 2 დღეა ვაწყობ, არ გათავდა. მაგრამ ლამაზია, ჰა? ეს ის ნახე რა კაი ამას უხდება. ეს რომანტიული ჭურჭელი უხდება, ნახე? სუპოვნიკებია. იმაში რომ საფოსტო ბარათებში ისეთია. ესეც შეხედე რა კაია? გაბზარულია და არ მენანებ ამისთვის. მე მგონი კაია. მეც მიხარია და ჩემი სტუმრები კიდევ უფრო გაიხარებენ.